საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა და იაირ შამირმა მთავრობებს შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება განიხილეს. მათი თქმით, დღეს გაფორმებული შეთანხმება ორ ქვეყანას შორის აგრარულ სფეროში თანამშრომლობას ხელს შეუწყობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრმა აგროსასურსათო სექტორში საქართველოში ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზეც ისაუბრეს. შეხვედრას ისრაელის დელეგაცია და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია ესწრებოდნენ. საქართველოსა და ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და ისრაელს შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. ამას გარდა გაიმართა საქართველო-ისრაელის ბიზნეს ფორუმიც. დღესვე ისრაელის დელეგაცია საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ელბუჯა ხოკრეშვილმა მიიღო. საუბრეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ასევე ორ სამინისტროს შორის გამოთვლების გაზიარებაზე. შემდგომში უკვე შევთანხმდით, რომ დაიგეგმება ეგრეთ წოდებული ამ ევროპული ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ამის ფარგლებში ჩვენ ორ სამინისტროს შორის კონკრეტული თანამშრომლობა. ამ მემორანდუმს ვაფართოვებთ, იმიტომ რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ურთიერთ თანამშრომლობის გზაზე. გარდა ამისა, გადავწყვიტეთ სამინისტროებში შევქმნათ მუდმივ მოქმედი კომისიები, რომლებიც იმუშავებენ თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.